იანვრის თვეში ჩვენთან შემოვიდა სოციალური ქსელი, სატელეფონო და ასევე პირდაპირ მომართვიანობა, რომელიც წინა თვეებთან შედარებით თუ გადავხედავთ ახლა მონაცემებს, საკმაოდ ბევრი არის ბუნებრივი გაზის გადასახადის უკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ეს ეხება არა მარტო თბილისის მოსახლეობას, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის შეკითხვები იყო. ძირითადი შეკითხვები, რომელიც მოსახლეობა გვისვამდა, იყო ესეთი, რომ იანვერში დაერიცხათ ბუნებრივი გაზის გადასახადი, რომელიც მკვეთრად აღემატებოდა ზოგადად მათ მიერ მოხმარებული რაოდენობას და შესაბამისად პირველი კითხვა, რაც ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი ობჟდება მომხმარებელს, ხომ არ გაიზარდა ბუნებრივი გაზის ტარიფი და ხომ არ იყო ეს ზრდა ამითი გამოწვეული. ამასთან დაკავშირებით ცალსახად მინდა განმარტება გავაკეთო, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა, თითოეული კომპანიისათვის არის დადგენილი ტარიფი, რომელსაც კომისია უდგენს მათ. ეს არის შეუძლია კომისიის ვებგვერდიც ნახოს მომხმარებელმა და დაინტერესებულმა პირმა, რომ ეს არის დადგენილი ტარიფი, ტარიფის ცვლილება ესე მარტივად კომპანიის მხრიდან თავისი ინიციატივით ვერ განხორციელდება და მათ აქვს დადგენილი ტარიფი გარკვეული ვადით 2028 წლის 1 იანვრამდე და შესაბამისად ცვლილება მოცემულ პერიოდამდე, ასე ვთქვათ, არ იგეგმება. ამიტომაც ამ მხრივ შეიძლება მშვიდად იყვნენ. ახლა რაც შეეხება იმას, მაშინ რამ გამოიწვია, ხო, ეს შესაბამისად წამოვიდა სხვა ტიპის კითხვები, ხომ არ იყო ის, რომ ბუნებრივი გაზის ხარისხი შეიძლება არ შეესაბამებოდა სტანდარტებს ან ნორმებს, ან ხომ არ გააკეთა თვითნებურად კომპანია რაიმე ისეთი ღონისძიებები, რომელსაც შეიძლებოდა გამოიწვია, ვთქვათ, აღნიშნული გადასახადების რაოდენობის და მე ჩვენთან შემოსული განცხადებებს როდესაც ჩავხედეთ, პრინციპში ეს და მეც ვნახე იქ მომხმარებლების, ასე ვთქვათ, შეტყობინებების საფუძველზე რეალურად სადღაც 20%, 10%, ზოგან 30%-იც კი ვნახეთ, სადაც ასე ვთქვათ, მკვეთრი სხვაობა იყო. და რა თქმა უნდა, დავიწყოთ ახლა ამის შესწავლა, ხო, რა შეიძლება ყოფილიყო ამისი მიზეზი. პირველი ხა რაც რეალურად არის ხოლმე იანვარში, მოგეხსენებათ გაზრდილი ზრდის ხოლმე გადასახადს, ასე ვთქვათ, სადღესასწაულო პერიოდი, თუ კი ასე ვთქვათ, მოედნა ამ გადასახადში და ამ პერიოდში. მეორე რაც ვნახეთ ახლა აღმოვაჩინეთ, რაც შეიძლება კი რამაც გამოიწვია კიდე გადასახადის გაზრდა, არის ის, რომ გადასახადს ჩვენ ვიხდით 30 დღის მანძილზე მოხმარებული საფასურის მოხმარებული რაოდენობის მიხედვით და შესაბამისად ვიხდით 30 დღის მანძილზე, რაც მომიხმარეთ ბუნებრივი გაზი, გვერიცხება და შემდეგ რა თქმა უნდა ამას ვიხდით, მაგრამ აქ ახლა ნახეთ რა მოხდა, აქ დაემთხვა რამოდენიმე სადღესასწაულო დღე, როდესაც ჩვენება ვერ აიღი, ან რაღაცა სხვა მიზეზების გამო კიდე იქეთ დღეებმა გადაიწია და საერთო ჯამში 5-6 დღიანი სხვაობა, როდესაც ან 7-იანი სხვაობა, როდესაც მოგცა, ანუ გამოვიდა, რომ არ 30 დღის მანძილზე მოხმარებული საფასური, არამედ 36-37 დღის მანძილზე მოხმარებული საფასური და ამას პლუს დამატებული კიდე, თქვათ, ის სადღესასწაულო დღეები, რომელიც განსაკუთრებით მატებს ხოლმე ყველანაირ ხარჯს, ხო? ამან საერთო ჯამში ეს დიდი, ესე ვთქვათ, სხვაობა მოგცა. თუმცა ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ მარტო ეს არ არის, თქვათ, მიზეზი, შესაძლებელი არის ცალკეულ შემთხვევებში იყოს დაკავშირებული ზრდა სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მაპროვოცირებელ გარემოებებთან. ახლა რამდენიმე შემთხვევა ვნახეთ, სადაც აღრიცხვის ხელსაწყო იყო დაზიანებული, სადაც ვთქვათ, შეცდომით იყო ჩვენება აღებული და ასე ვთქვათ, რაღაც სხვა ტიპის პრობლემებიც იყო. ამიტომ ყველა ეს შემთხვევა ესე ცალსახად ვერ ვიტყვით, ინდივიდუალურად უნდა მოგმართოს მომხმარებელმა როგორც სოციალური ქსელის, ისევე სატელეფონო საშუალებით შეუძლია მოგბრძანდეს ჩვენთან ოფისი და ინდივიდუალურად შევისწავლით ყველა შემთხვევას. უბრალოდ ესე რომ განცხადება გავაკეთოთ, რომ ტარიფი მოიმატა და ამან გაზარდა გადასახადი, ან რაიმე სხვა გარემოება იყო, რომელმაც თქვათ ხელი შეუწყო ამას, ან გამოიწვია ესეთი მკვეთრის და ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ესეთი მონაცემი ნამდვილად არ აგვაქვს. თუმცა ცალკეულ შემთხვევაში გარკვეული ტიპის დარღვევები არის კიდათ იქ ჩვენების აღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ მოხდეს დარიცხული თანხების განწილვადება, თუ კი თქვათ დიდ სხვაობას ვნახავთ და თუ კი გვაქვს შემთხვევა, როდესაც არასწორად მოხდა გადასახადის დარიცხვა, რა კიდევ ერთხელ გამოიწვია თუნდაც აღრიცხვის ხელსაწყოს დაზიანებამ, ამ სხვა ტიპის მოშლამ, ამ შემთხვევაში უკვე სწავლობთ დამატებით, ვითხოვთ აღრიცხვის კვანძის შემოწმებას, ლაბორატორიული დასკვნას ველოდებით და მერე უკვე ვაკეთებთ რეკომენდაციას კორექტირებასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და საჭიროებს ინდივიდუალურ შესწავლას. აქვე კი თქვენ უკვე ახსენეთ, კიდევ ერთხელ მინდა რომ დავასუსტოთ 2028 წლის იანვრამდე ტარიფის ზრდა არ არის. წესით არ იგეგმება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახეთ, იქ არის ტარიფი, როდესაც იღებს კომპანია, თითოეული კომპანიისთვის ინდივიდუალურად იღებს, ხო, აი სოკარ ჯორჯია გას აქვს თავის დადგენილი ტარიფი, სამომხმარებლო ტარიფი, ოღონდ ეს არის ინდივიდუალურად მისთვის დადგენილი, საქორ გას აქვს თავისი სამომხმარებლო ტარიფი და სხვა კომპანიები, რომელიც მიწოდების საქმიანობას აკეთებენ, თქვათ, აქვს თავიანთი ტარიფი. ყველა არის ინდივიდუალურად მათთვის დადგენილი, ინდივიდუალური ვადით და ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, ტარიფით. ამიტომ
ამიტომაც როდესაც ტარიფის ასე ვთქვათ დადგენით გრაფიკს ნახავთ და ასე ვთქვათ წესს ნახავთ, მეთოდოლოგიას ნახავთ, იქ ასევე არის მითითებული აღნიშნული ტარიფის მოქმედების ვადა. გარდა გაზისა, რაც შეეხება სხვა კომუნალურ გადასახადებს, ელექტროენერგიის და წყლის, ამ მიმართულებით როგორი სურათი იყო? ამ მიმართულებით იანვარში რეალურად ელექტროენერგიის გადასახადის მატებასთან დაკავშირებით თითოეულა განცხადება შემოვიდა, რომელიც აი ზუსტად სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით არის, თუმცა ელექტროენერგიის შემთხვევაში ნახეთ როგორ არის იქ თუ დღეები გადამეტდა, თქვა ჩვენების აღების დღე მოიმატა, ამ შემთხვევაში იქ ტარიფში ცვლილებას იწვევს, ამიტომაც ის განსაკუთრებულ შესწავლას საჭიროებს და ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ახლა რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესწავლა, მაგრამ ესე მასშტაბურად და მასიურად, როგორც ახლა ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებიდანაც ახლა ურეკიდან დაგვიკავშირდნენ, ბაღდათიდან შემოვიდა რამდენიმე შეტყობინებაც. ასე შემდეგ აი ესეთი მკვეთრი სხვაობა, ასე ვთქვათ, მატება არა გვაქვს. არც წყალთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა, თუმცა ახლა იქ სხვა პრობლემები გვაქვს. ზოგადად წინა წელი რომ შევაჯამოთ, აი საჩივრების რაოდენობის მიხედვით რომელი მიმართულება უფრო ჭარბობდა, თქვათ გაზის მიმართულებით იყო უფრო მეტი საჩივარი ელექტროენერგიის წყლის, რა ვითარება იყო 2024 წელს? 2024 წელს მე გამოვყოფთი უფრო ხარისთან მიმართებაში პრობლემატურ წელს, იმიტომ რომ ბუნებრივი გაზის სექტორში ნამდვილად ხარისთან დაკავშირებული ნაკლებად განცხადებები გვაქვს ამ კუთხით, თუმცა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორში საკმაოდ ბევრი განცხადება შემოდის, რომელიც მიწოდების წყვეტას, არასათანადო მომსახურეობას, არასათანადო ხარისხს, ხშირ წყვეტას და ასე მასთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირდება და პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ ეს წელი განსაკუთრებით ამ კუთხით იყო დატვირთული. რეგიონებიდან შემოსული განცხადებები ამას ემატებოდა, იმიტომ რომ აი განსხვავება რომ გავაკეთოთ ახლა ელექტროენერგიის სექტორში მაგალითად ძალიან რთული ვითარება იყო რეგიონებში. წელს ჩვენ რამდენიმე რეგიონში ვიმყოფებოდით ზუგდიდში, წყალტუბოში ვიყავით, ზესტაფონში, ასევე კახეთის რეგიონში, წინა თვეში მე ვიყავი, სადაც იქ მოსახლეობასაც შევხვდი და ჩვენ ნახეთ იქ რა ვითარება იყო, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით იყო საკმაოდ დიდი გამოწვევები. იქ რეგიონს კიდე ემატება ისიც, რომ თვითონ ქსელი არის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე განთავსებული და ხანდახან თვითონ ლანდშაფტიც ისეთია, რომ ხელს უშლის სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარებას, ან პირიქით ხელს უწყობს იმას, რომ ხშირი წყვეტა იყოს, ამიტომაც საჭირო აღნიშნული ქსელის გადმოტანა სხვაგან ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მსგავსი ტიპის პრობლემები არ შეექმნება, ამიტომაც მასშტაბების თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი სამუშაოებია ჩატარებული, თუმცა ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიას მივაწოდეთ, სამექსებაქ საუბარი, იქ შესაბამისი ჯგუფი ჩავიდა, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს მსგავსი ტიპის საქმიანობას, ისინი სპეციალისტები არიან ამ კუთხით და მათ თქვათ შეისწავლეს ყველა ის ინდივიდუალური პრობლემა და აი წლის ბოლოსკენ უკვე შედეგებიც მივიღეთ სხვადასხვა მიმართულებით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, თქვათ რა გააკეთა კომპანიამ, რა არის დაგეგმილი, რას ველოდებით მომდევნო წელს და ასე შემდეგ. ასეთივე ვითარება გვაქვს წყალმომარაგების სექტორშიც, მაგალითად კახეთში ვიტყვი, რომ ძალიან რთული ვითარება მიწოდების კუთხით და ძალიან ბევრი განცხადება. აი წელს მაგალითად უკვე დაიწყო პირველივე დეკადაში უხარისხო მიწოდებასთან დაკავშირებით, ხშირ წყვეტებთან დაკავშირებით, ასევე ის რომ დაიწყებენ სამუშაოებს თავის დროზე არ სრულდება და განსაკუთრებით მე ზაფხულში შესამჩნევია, იმიტომ რომ ზაფხულში მოსახლეობა იწყებს ესეთი მოხმარებაც მეტია ზაფხულში და ამას ემატება ისიც რომ მომხმარებელი არარაციონალურად იყენებს ხშირად სასმელს წყალს, ამით სხვა მომხმარებელი ზარალდება, ამიტომაც გამართული ქსელის არსებობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ჩემი აზრით დღეს საქართველოს მასშტაბით, ასევე ხშირი წყვეტები გვაქვს თბილისში წყალთან მიმართებაში, განსაკუთრებით თითქმის ყოველ დღე რამოდენიმე შეტყობინება შემოდის, სადაც მოსახლეობა მიუთითებს, რომ არის ავარია, არის წყვეტა და რაც ყველაზე ცუდია, ხა ამ კუთხით ალბათ მუშაობას უფრო აქტიურად დავიწყებთ ჩვენ, რომ აი თავის დროზე რეაგირება არ ხორციელდება, რამდენიმე დღე შეიძლება მოუწიოს მომხმარებელს ლოდინი, რომ იქ ბრიგადა მივიდეს შესაბამისი სამუშაოების ჩასწარებლად, იღვრება წყალი, ზოგან ინფრასტრუქტურას აზიანებს, ზოგან თვითონ შეიძლება მომხმარებელსაც მიაყენოს ზიანი, ჩვენ ამისი არაერთი შემთხვევა გვქონია.